წავედით. ერთი ბაქტერია, თქვა, კახეთიდან ბაქტერია და გურიიდან ბაქტერია, შევადაროთ ერთმანეთს და სხვადასხვა იქნება, როგორც თითქმის That's one of the interests. And what makes it interesting for Walter Reed is that this is the გამოწვევების გნება მიწევების შესახებ სამეცნიერო კვლევით მუშაობაში. მისი პირველი ფუნქცია არის ჯანდაცვის ინფექციების აღმოჩენის დეტექციის მხრივ, რადგან ბიომუშაობას უკვე მეზობელი ქვეყნების ასპოტენციალი. ძალიან სასიხარულო. ეს არის უნიკალური ლაბორატორია, ეს არის უნიკალური ცენტრი, რომელიც შეიქმნა უშუალოდ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით. ამ ცენტრის შექმნაში ამერიკის მთავრობამ გამოყო 170 მილიონი დოლარი და მთლიანად ამ კომპლექსის და ამაში შედის დაახლოებით 22 ლაბორატორია თავის ტრენინგით, ადგილობრივი სტაფის და ტრენინგებით და სწავლებით 350 მილიონი დოლარი დაიხარჯა ამერიკის მთავრობის მხრიდან. ეს არის პირდაპირ ინვესტიცია ამ სფეროში. ეს არის უნიკალური ლაბორატორია, ჩვენ ვნახეთ ერთად ის მართლაც ძალიან ძვირფასი ტექნოლოგიები, უახლესი ასე ვთქვათ ტექნოლოგიები, რომელიც ამ ლაბორატორიაში არის. საშუალება იქნებათ სტუდენტებს, ასევე მკვლევარებს, მეცნიერებს, რომ აქ ადგილზე ჩამოვიდნენ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონიდან და ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, ეს არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე ლაბორატორია, ცენტრი, რომელიც მზად არის, რომ მოემსახუროს და კარი გაუღოს უცხოქვეყნების მკვლევარებს, სპეციალისტებს, ტრენინგები უზრუნველყოთ. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ ავაშენოთ კამპუსი, რომელიც მშენებლობას დაიწყება ალბათ მომავალ წელს, დასრულდება 2016 წელს. და ეს იქნება სრულყოფილი კომპლექსი ჩვენს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ინფექციების კონტროლის ცენტრი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ძირითადი მისი პრიორიტეტი არის გლობალური ჯანდაცვის გამოწვევების კონტროლში მონაწილეობის მიღება. ეს გამოწვევები არის სამი სახის: პრევენცია, დეტექცია და რეაგირება. ეს ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორია არის ლიდერი დეტექციის მიმართულებით, ანუ აღმოჩენა პათოგენების თუ კი ასეთი აღმოჩნდება. შესაბამისად, ის არის სრულად აღჭურვილი ყველა იმ შესაძლებლობით, ადამიანური რესურსებით, ტექნიკური აღჭურვილობით, ატარებს მუდმივ მონიტორინგს ნებისმიერი ვირუსული, ბაქტერიული და ასე შემდეგ პოტენციური დაბინძურების მხრივ და მოქმედებს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით. ანუ ერთად მუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო.